ხოფის ბაზრობის მიმდებარედ აღმაშენებლის ქუჩის დაახლოებით 1 კილომეტრიანი მონაკვეთის გადაკეტვამ მცხოვრებისა და მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია. მიკროავტობუსის მცხოვრებს მოძრაობა ამჟამად რურუასა და ხახულის ქუჩებით უწევთ. გავლენას ახდენს საწვავზე ყველაფერზე. ძალიან დიდი მარშრუტი გვიწევს სიარული. მე მაგალითად 45 კილომეტრიანი მარშრუტი მაქვს. ორთაბათვიდან, ყოროლისავიდან ჩამოვდივარ ხალხი და ზოგს უნდა ასე რომ არ ტყამდი ზრუნს, ყველა თავის ადგილზე მიდიოდა და მოძრაობა არ არის. ფეხით მიწევს გავლა. რამოდენიმე მანძილი. ქუჩის გადაკეტვით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ კომერციული ფართის მესაკუთრეებიც. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომხმარებელმა საგრძნობლად იკლო, რის გამოც შესაძლოა ცოტა ხანში მაღაზიების დახურვაც მოუხდეთ. გადავდივართ რურუას ქუჩაზე და იქიდან გადმოვდივართ მე. აი გადაადგილება არაფერი არაა, შვილო, ხალხმა უნდა შემოვიდეს ჩვენსაც არ ვთვლი არაფრად. ხალხი თუ არ შემოვიდა და არ იქნა მუშაობას, რა აზრი აქვს? ბათუმის მერიაში ქუჩის გადაკეტვის მიზეზად აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციას ახერხებენ. ემზარ ქავჟარაძე თქმის, მცხოვრებს რურუას ქუჩით მოძრაობა ევალებათ. აღმაშენებლის ქუჩა კი ეტაპობრივად ცალკეული მონაკვეთების მიხედვით გადაიკეტება. მიწისქვეშა კომუნიკაციების, ანიაღური არხების, კანალიზაციის, წყლის, და სხვადასხვა კომუნიკაციების შეცვლა და ამის გამო ხდება ეტაპობრივად აღმაშენებლის ქუჩის დაკეტვა და მასზე მოძრაობის შეზღუდვა. Istviსაც პირველ რიგში ბოდიშუხტით ქალაქის მოსახლეობას მოძრაობის მარშრუტი განესაზღვრათ მუნიციპალურ ავტობუსებსაც და ასევე სამარშრუტო ტაქსებისათვის, რომლებიც მოძრაობდნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, აღმაშენებლის ქუჩის ნაცვლად უნდა ემოძრაონ რურუას ქუჩის გავლით. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. პროგრამა ბორდიულების მოწყობას, გამწვანებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს.